მოგესალმებით. დღეს მე მინდა გესაუბროთ პოლიტიკურ იმ გუნდზე, რომელიც კაშკაშა ვარსკვლავია. სწორედ ის კაშკაშა ვარსკვლავი ღმერთმა რომ ციდან ჩამოგვიგდო და ჩვენს ხელისუფლად დანიშნა. ქართული ოცნება, გუნდი, რომელიც ნებისმიერ სასწაულზე მეტად გვაოცებს. მე მინდა დავიწყოთ ჩვენი ახალი ლიდერით, ჩვენი ახალი მმართველით, ირაკლი კობახიძე. ის ხომ კაშკაშა ვარსკვლავია. მას არ სჭირდება განდიდება, რადგან ის უკვე განადიდა ჩვენმა ბელადმა. კობახიძე საოცრებაა, ის ყველგანაა. მას ორი სახი აქვს. ერთგან აჭრილია, მეორეგან საქმიანია. ის შაურმაცაა, ერთში ცხარეა, მეორეში ნაკლებად ცხარე და უხახვოცაა. ის შამპუნშიდაცაა, ერთგან მშრალი თმისთვის, მეორეგან კი დაყოფილი ბოლოებისთვისაცაა. ის ვაუ რა სუფთა ექსპერიმენტშიცაა. გახარია ჩემი მინისტრია, ის არათანმიმდევრული მატრიოშკაა. ყოველ გახსნაზე მისგან კიდევ უფრო დიდი პიროვნება იბადება. ჩვენი თავმჯდომარე აჩიკო თალაკვაძე, ის ხომ ყველაშია. აჩიკო გალაა, აჩიკო ტიონია, ის გალაქტიონია, ის ოზონია, ის კობზონია. მას არ სჭირდება კონსტიტუციის წერა, კონსტიტუცია თვითონ წერს მას. აჩიკო თალაკვაძე ყველაზე მეტია. აჩიკო ოთახში ჰაერზე მეტია. ბალახ-ბულახში ცვარზე მეტია, 10+10-ში 20-ზე მეტია, მოსიარულე პარლამენტია. უკაცრავად ამდენი კომპლიმენტების თქმით, ჩემი პირი გახურდა. სუნთქვა არ მყოფნის, ჩემი პირი მშრალია, ჩემი პირი წყალს ითხოვს. წყალი მინდა, წყურია წყალი. წყალი დამალევია. პირი გაგიხმა, წყალი მინდა. მე მინდა ასევე გესაუბროთ ალეკო ელისაშვილზე. ის სწორ გზას ადგას, ის კარგია, ის მარდია, ალეკო ელისაშვილი ჩვენშია, ის ყველა ქართველშია, ამიტომ არ ჩავიჯვათ ხალხო, არ ჩავიჯვათ. ასევე ძალიან კარგია იაგო. იაგო ხვიჩია, იაგო პატარაა, იაგო თოხიტარაა. მას მელია არხევს, ყვავილს აცლის და გააიტაცებს მინდვრად. დაუყავოთ იაგოს, ის ხომ პატაწინა, თოხიტარა რტოა, პატარაა, მოფერება უნდა. როცა ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ანაწილებდა, გომელაურმა დააგვიანა და ყველაზე ბოლოს მივიდა. ამიტომაც მას ღვთისგან კურთხეული სუფთა და ყველაზე დალოცვილი სამინისტრო შეხვდა. ვახტანგ გომელაური დღეს არა ხვალ იქნება ჩვენში, ხვალ არა, ზეგ იქნება ზეგ არა, მაზე იქნება სად წავა, სად გაიქცევა. ადამიანებს უჩნდებათ კითხვა, თუ სად არის ბიძინა ივანიშვილი, სად წავიდა, დიახ, სად წავიდა ბიძინა. ჩვენი მარჩენალი, ჩვენი ჭრელა, ჩვენ გვაძლევდა რძეს, სარჩოს საბადებელს, სად არის ჩვენი ჭრელა? აღარაა ჭრელა, წავიდა ჩემი ჭრელა. ვაიმე ჩემო თავო, ვაიმე ჩემო ჭრელა, სად წაგიყვანეს, სად ახარ? ჩემო ჭრელა, და თქვენ ჭრელა. ვაიმე, ვაიმე. მართალია ის წავიდა, თუმცა მან დაგვიტოვა კაშკაშა მთავრობა. ჩვენი მთავრობა ყველგანაა. ყველა კუნჭულია, ყველა კუთხეა. ჩვენი მთავრობა სამეგრელოა, სისა ტურა. ჩვენი მთავრობა გურია, ვადილაო. ჩვენი მთავრობა იმერეთია, იქეთური, აქეთური, აქანე, იქანე. ქართული ოცნება ყველგანაა, ქართული ოცნება პარლამენტშია, პარლამენტი ქართულ ოცნებაშია, ოცნების პარლამენტი საქართველოშია, საქართველო ოცნების პარლამენტშია. მოკნეთ, ამდენი კომპლიმენტებისგან მე თვითონ ავიჭერი და ვეღარ გავიგე, ვინსა და სად ვინა, ვისთან ვინა, ვისი ვისაშია. აი, ოცნება უკვე ჩემშიც არის, ოცნება ჩემს ტელეფონშიც მოვიდა, ოცნება ჩემს ანგარიშზეც ჩაირიცხა. ეს ყველაფერია, ეს ყველაზე შეგაწყვეტინებ, თუ შეიძლება რაღაც შეკითხვა მაქვს. მაინტერესებს, აი ამდენ კომპლიმენტებს რანაირად იგონებთ? მეც მასწავლეთ, მაინტერესებს. ძალიან მინდა რომ მეც ესეთი ქათინაურები ვისწავლო. როგორ რას ამბობთ, ანუ ახლავე, ეს ხომ შუბლია? დიახ, შუბლია. და შუბლზე აი აქ რა არის? შუბლზე აქ ალბათ შუბლის ზარღვი გადის, რომელიც არ უნდა გაგიწყდეთ არასოდეს, თუ გინდა რომ ნამუსი. არა, ვანო, შენ ცდები, შენ გეშლება, ეგ შუბლის ზარღვი, სინდისის ზარღვი, ეს ხომ მხოლოდ ხალხის მიერ შეთხზულია. სინამდვილეში აქ გადის მილი, რომელშიც ტრიალებს კომპლიმენტები, მლიქნელობა და თუ საჭირო დროს, აი ამ მილს დავაჭერთ ხელს იქედან, მლიქნა ამოიღვრება პირდაპირ, ლიქნეთ და ლიქნეთ რამდენი. ანუ ესე იგი აი პირდაპირ ერთი დაჭერით მილზე, ლიქნეთ. ნიკა გვარამიას არ ჭირდება დირექტორობა.
იგი უფრო მეტია, იგი ყველაფერია, ის მენტორია, ის ტენორია, ის გურმანია, ის მთავარია, ის ჭკვიანია, ის მთავარი ჭკვიანია. ვაიმე მიშველეთ, ვეღარ ვჩერდები, მისი ხელი მწიფია, ის ხელმწიფია, ის მაღალია, რადგან მის ფეხსაცმლის ძირი სქელია. თამუნა დაუკარი, თამუნა ზესტაფონზე მეტია, თამუნა იმერეთია, თამუნა აქანია, თამუნა იქანია, თამუნა დაუკარი, გვიშველე რაღაცა, თამუნა სუდათავა, დაგამართეთ, ეს რა არის? რა არის? ეს კომბინავა.